ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია, ჩვენი სტუმარი. მადლობა ბატონ ნიკა, რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ძალიან საინტერესო ეტაპი დაიწყო ქართულ პოლიტიკაში, თუმცა რასაკვირველია, გთხოვ დაბრძანდეთ. მე მინდა თქვენთან დავსვა პირველი შეკითხვა არჩილ ტატუნაშვილის თემაზე და აქვე მინდა რომ უთხრათ ჩვენს ყველა შემდეგ რესპონდენტს ყველას გექნება თანაბარი 15 წუთი და ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ ამ 15 წუთში თავარი სათქმელი ჩამოვაყალიბოთ. პირველი გადაწყვეტილება, რომელიც საპატრიარქომ გვამცნო, თითქოს უკვე მიღებული, ხვალ ან ზეგ გადმოგცემენ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს. თქვენ როგორ აფასებთ საქართველოს ხელისუფლების როლს მთელ ამ პროცესში? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. პირველ რიგში ვისაუბრებთ თქვენი ეთერით და მე დავიწყო სამძიმარით. უსამძიმრო არჩილის მშობლებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს და უსურვო გამძლეობა და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი, მათ შორის თქვენ, ინგა, მე და საქართველოს ყველა მოქალაქე ყველაფერს გავაკეთეთ, რომ არჩილის სახელი იყოს უკტაყოფილი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში იმის მიღმაც და მე დარწმუნებული ვარ ასევე, რომ არჩილის სახელი და გვარი იქნება ერთი დამატებითი კიდევ ძლიერი სიმბოლო სახელმწიფოს მტერთან ბრძოლაში. რაც შეეხება ვითარებას, რომელშიც აღმოჩნდით, ძალიან სამწუხაროა, რა ვითარებაშიც არის დღეს აღმოჩენილი მთელი ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება, მათ შორის და ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების გამოისობით და მთელი რიგი შეცდომების ესაწყება სკონდა ადგილი უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში, რამაც დღემდე მოგვიყვანა, თუმცა მე არავითარ შემთხვევაში არ მინდა ხა ნიშანი მოვუგო, ისედაც ყველაფერი ხელის გულზე დევს. რუსეთის ფედერაციის მთელი ეს პარანოია, რომელიც კიდევ ერთხელ კარგად წარმოჩინდა უკანასკნელი პუტინის მიმართვაში ფედერალურ კრებაში გულისხმობ მის სიტყვას, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ექნებოდა უარყოფითი ასახვა და ეფექტი საოკუპაციო რეჟიმზე და ამანაც ამ ეფექტმაც და ვოლოდინმაც არ დააყოვნა, ვინაიდან როდესაც ცივილიზებულ სამყაროსთან რუსეთი და რუსეთის მიერ შექმნილი ცხინვალი საოკუპაციო რეჟიმი შედის დაპირისპირებაში, ეს ნიშნავს, რომ ისინი შედიან დაპირისპირებაში საერთაშორისო ცივილიზებულ ქცევის ნორმებთან და ველოდებით პროვოკაციას, რაიმე დიდი გეგმის განხორციელების მცდელობას. მე წეღავ თქვი, დავსვი ასეთი კითხვა, დავიჯეროთ, რომ შემთხვევითი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, ჩვენი სხვა ორი მოქალაქის გატაცება, მიტინგი, რომელზეც მე ვსაუბრობდი, მთელი რიგი განცხადებები, რომელიც თუნდაც ჩვენს ქვეყანაში კეთდებოდა ამ დღეებში. არა მხოლოდ რუსეთში. საქართველოს მოქალაქეების გატაცება, მერე წამებით მკვლელობა, მერე ცხედარის არ გადმოცემა, მერე კიდევ უფრო უარესი და ცინიკური, ასე ვთქვათ, ბრალდებები თითქოს არჩილს ბრალეედებოდა ოსი ხალხის გენოციდი. როდესაც თელმა მსოფლიო ომის რომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ და რუსეთის ფედერაცია არის ბრალდებული სამხედრო დანაშაულებებში და მან განახორციელა მესამე ეტაპი ეთნიკური წმენდისა. საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, თუ ამას ხელისუფლება შეიძლება დავარქვათ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი თვალსაზრისით ხელი შეუწყო იმ ყველაფერს, რა მდგომარეობაში დღეს აღმოჩნდა სახელმწიფო. მაშინ, როდესაც პრაქტიკულად მთელ საერთაშორისო ასპარეზზე შეწყვიტა საუბარიც კი ტერიტორიულ მთლიანობაზე, შეწყვიტა საუბარი იმ დაგვალ ფორმატებზე, რომელიც არის მაგალითად ჟენევის ფორმატი, არათუ ინტენსიური გახადა მოლაპარაკებები გაეროს ფორმატში, ეუთოში, ევროსაბჭოში. არამედ საერთოდ ხელი ჩაიქნია და აღარ არის საუბარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და გუნდრუქს უკმევდა მთელი ამ 6 წლის განმავლობაში და ერთადერთი მექანიზმი, რომელიც მათ შექმნეს, ეს არის კარასინ აბაშიძის რაღაცა გაუგებარი ფორმატი, რომელიც დღეს ვიდრე ჩვენ ამ ყველაფერს ვადენებთ თვალს, უკვე ძალიან ამორალურად ჩანს და დამამცირებელია და ჩვენი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მოთხოვნა არის, თქვენ იცით, რომ პარლამენტში განიხილება სხვადასხვა რეზოლუციები, დროებით მაინც შეჩერდეს ამ ეტაპზე ამ ფორმატოს შეწყვეტოს მოქმედება. რა შეთანხმებამდე მივა ოპოზიცია და ხელისუფლება ჯერ კიდევ საღამოს მიდის ამაზე კონსულტაციები, ამ თემაზე მე დავსვავ შეკითხვას. ორი კვირით გადაიდო რეზოლუციის მიღება და იცით რა არ მინდა ხა ხელისუფლებაზე როგორ არ ვილაპარაკო, როდესაც ეს ყველაფერი ქვეყანაში ხდება, ხო? მაგრამ ჩვენ ყავს ხელისუფლება, ქალბატონო ინგა, რომელმაც დიახაც ნაცვლად იმისა, რომ
რომ დაზვერვა, კონდაზვერვა გაეძლიერებიან, ნაცვლად იმისა, რომ საგანელიძესთვის კი არ დაენიჭათ 28,000 ლარი. წარმოვიდგინეთ, ამ ქვეყანაში არის მაღალჩინოსანი საბიუჯეტო ორგანიზაციაში, რომელსაც თვეში აქვს 28,000 ლარი, 50 მილიონი ლარი. რაში იხარჯება მაუწყებელს გულისხმობ, ხო? პროპაგანდა ფინანსდება, რუსული პროპაგანდა ამ ქვეყანაში. ჩვენი გმირი ჯარისკაცების და მეომრების მთელი ასე თქვა ნუსხა არის გადაცემული და ხელში ჩაუვარდა ჩვენ ტერს. და გამოცდილი, ომში გამობრძმენდილი სამხედროები და პოლიციელები იმიტომ რომ კოჭი გაეგორებია ამჟამად ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციისთვის არიან ციხეში ჩაყრილი, მაგრამ ყველასათვის მიუხედავად იმისა რომ ცნობილია არჩილის მკვლელები, ცნობილი არის და დადგენილია ვინაობა 402-ას მკვლელის, აი მათ პასუხსაც კი ვერ სცემს ხელისუფლება და გადაადგილდებიან ეს ადამიანები ქვეყანაში. რაფორმით უნდა გასცეს? აი სწორედ ამ თემებთან იყო მიბმული თქვენი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა საკუთარი გუნდის მიმართ ის საუბრობდა და სწორედ ამ თემებზე და აი ამ კონტექსტში თქვა რომ ვემზადებით უნდა მოვემზადოთ 2019 წლის ეს არის ხელისუფლება არ დაგავიწყოთ რომელმაც დაადანაშაულა საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიახაც საკუთარი და მათ შორის მათი პრეზიდენტი რუსეთთან მიმართებაში ომის წამოწყებაში გახსოვთ თქვენ ეს ხო? და დღესაც რუსულ პროპაგანდის ასე თქვა გავრცელებას ხელს უწყობს. რაფორმით უნდა სხვადასხვა რუსული პროპაგანდა ვრცელდება სხვადასხვა მედია საშუალებებით, რომელიც პირდაპირ ფინანსდება ტრულად განწყობილი სახელმწიფოსგან, რომელიც რა თქმა უნდა ძირგაუნთხელ საქმიანობით არის დაკავებული და ხელისუფლებაო და ხელისუფლება, რომელმაც ხელი შეუწყო ღიად პრორუსული ძალის პარლამენტში შემოსვლას. ეს არავისთვის არ არის უცხო. ხელისუფლება, რომელიც არაფერს არ აკეთებს, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს, მეტიც დანებებულია, დაბნეულები არიან, ხელები ჩამოშებულები არიან და თვითდინებაზე არის პროცესები მიშებული. თქვენ ბრძანეთ რა უნდა ქნას და საერთაშორისო ვახსენო, საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტენსიური უნდა გახდეს მუშაობა, გაეროში, ეუთოში, ევროსაბჭოში და ასე შემდეგ. ჩვენს მოკავშირეების სანქციები უნდა შევისწავლოთ მათთან მიერთების კუთხით. დიახაც საერთაშორისო ძებნაზე არის დასაყენებელი არჩილის მკვლელები. საერთაშორისო ძებნაზე არიან დასაყენებელი საოკუპაციო რეჟიმის სამხედრო ხელმძღვანელები. არანაირ დისკომფორტს არ უქმნის ამჟამინდელი ხელისუფლება ტრულად განწყობილ სახელმწიფოს და ხედავთ რომ თვიდან თვემდე საოკუპაციო რეჟიმი ანუ რუსეთის ფედერაცია არათუ ოკუპაციას ახორციელებს, არამედ ძალადობით არის დაკავებული. ნიკა, მეთხარით აი მე შეკითხვა დაგისვით სწორედ ამ კონტექსტში იყო ის მიმართვა გაკეთებული, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ჰოლანდიიდან, ეს მიმართვა ეკუთვნოდა თქვენს ლიდერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ის ამბობს, რომ ემზადება მისი გუნდი 2018 წელს ხელისუფლებაში მოსაბრუნებლად. მართლა გჯერათ ნაციონალურ მოძრაობას, რომ შესაძლებელია 2018 წელს თქვენ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2018 წელი არის მნიშვნელოვანი წელი, ვინაიდან ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები და გულმოდგინებია საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლების თუ ამას მართლა ხელისუფლება ქვია მარცხის შემთხვევაში რომელიც გარდაუვალი არის და ჩვენი ამოცანა რაც შეიძლება მალე დავამარცხოთ ყოველ მორი ასე თქვა არჩევნებზე, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს მოცემულობა, როდესაც გვჭირდება ქვეყანაში ხელისუფლება, რომელიც რაღაცას გააკეთებს, ანუ ქართული ოცნების შემთხვევაში. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც მთელი ოპოზიცია ხელ ვცდილობთ, რომ ნაკლები დავაშავებიოთ. ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოვაშოროთ არჩევნების გზით ეს ხელისუფლება და გაერთიანებაზე იყო ლაპარაკი და ბუნებრივია გაერთიანების შემთხვევაში იქნება ძლავრი მექანიზმი და შანსები ერთიურად იზრდება, რომ ეს ხელისუფლება დამარცხეს 2018 წლის და ვისთან წარმოგიდგენიათ ნიკა გაერთიანება შეგიძლიათ? იქ იყო ასეთი მესიჯი ერთ-ერთი, რომ იმათთან უნდა გავერთიანდეთ, ვინც არ არიან გაყიდულებიო. ვის გულისხმობდა თქვენი ლიდერი, როგორ თქვა? რა თქმა უნდა, ეხა გაყიდული ოპოზიცია. ჩვენ არაერთი არ მინდა ეხა დავასახელო პარტიები, ჩვენ ვის გულისხმობდა თქო ეხა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ბაზარზე წარმატებით ვაჭრობდა და ვაჭრობს, ესეც ასე თქვა უცხო არ არის მოქალაქეების და საქართველოს მაყურებელების ვინც ახლა ჩვენ გვისმენს. რა თქმა უნდა არიან გაყიდული ოპოზიციური ის პარტიები, რომლებიც არიან ალიანსში ბიძინა ივანიშვილთან. თუმცა
როდესაც საქმე ეხება გაერთიანებას და ერთ ძლიერ ჭეშმარიტ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბებას და პრაიმერის და სხვა მექანიზმის, ასე ვთქვათ, პირობებში გამოვკვეთოთ ყველაზე ანგარიშგასაწევი კანდიდატი, რომელიც დაამარცხებს, არ ვიცით, ვინ იქნება, ქალბატონი წულუკიანი თუ სხვა ქალბატონები. დამიჯერეთ საუბარია, როგორც ჩვენ ვიცით, თამარ ჩუგოშვილი. ხო, საუბარია. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი კანდიდატი იქნება წამოყენებული ქართული ოცნების მხრიდან. ეს ზრდის ერთიორად შანსებს. და ვინც არ შემოვა ამ ერთობაში, დიახაც, რა თქმა უნდა, ზოგადია საუბარი. ზოგადი როგორ არის? ვისთან წარმოგიდგენიათ გაერთიანება და ვისთან არა კონკრეტულად იმისთვის, რომ ხელისუფლებას მოუღოთ საფრთხე. თავარი ღირებულება არის ოლიგარქიის დამარცხების გარშემო, ეს არის თავარი გამოწვევა. ამ ერთი წუთი ვიტყვი ახლა. თავარი გამოწვევა ამ ქვეყნისთვის, რომელიც უკან მიათრებს ყველა სფეროს ამ ქვეყანაში, რომელმაც გააღარიბა კიდევ უფრო ქვეყნის მოსახლეობა, რომელმაც რეალურად ყველა ფერზე ფასი გაზარდა, ყველა კომუნალურ ფასზე არის ტარიფის ფასები გაზრდილი, საწვავზე, ლარი გაუფასო და ასე შემდეგ და გადასულები არიან რეალურად მუშტიკრივზე იმისათვის, რომ საკუთარი ხელფასები მოიმატონ. აღარ ვსაუბრობ იმ სრულ კრაღზე დიპლომატიურ ფრონტზე, არანაირ ქმედით პოლიტიკის არსებობას არ აქვს ადგილი. ხელისუფლებაზე თქვენი შეფასებები არ ახალი. არა. მე გისვამთ კონკრეტულ საუბრობ. ამიტომ ამას როდესაც ხედავს ყველა პასუხისმგებლობის მატარებელი და მქონე პოლიტიკური ოპოზიციური პარტია და უარს იტყვის გაერთიანებული ძალებით ბრძოლაზე, რა თქმა უნდა, ეხლა იმ სწორ მოცემულ ასეთ მომენტში და სივრცეში ყველაფერს თავის სახელით დაერქვა. მე იმედი მაქვს, რომ ვიქნებით ძალიან ბევრი. ამის ნიშანი არის ჩვენ სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა ფორმატებში, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან უკვე ვაწარმოებთ კონსულტაციებს და ნაციონალური მოძრაობა, როგორც ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია, მზად არის საკუთარი ეგო და ამბიციები გადადოს მარცხნივ და კონსულტაციების შედეგად სხვა კანდიდატი არანაციონალური მოძრაობა სხვა კანდიდატს დაუჭერთ სხვა კანდიდატი იქნება უფრო მაღალ რეიტინგური და თუკი სხვა კანდიდატს ექნება უფრო მეტი შანსი რომ დაამარცხოს ერთიან ფორმატში წამოყენების შემთხვევაში სახელმწიფო კანდიდატი ბუნებრივია ამასაც განვიხილოთ მაგალითად ევროპულმა საქართველომ რომ შემოგთავაზოთ რომ აი ჩვენ გვყავს ელენე ხოშტარიან იგივე გნება გიგი უგულავა და გავერთიანდეთ ყველანი მის იმასაც ვიმედოვნებ რომ ევროპული საქართველოც არ იტყვის უარს ამ კონსულტაციებზე. ევროპული საქართველო მე როგორც მოვისმინე დღესაც და გუშინაც აკეთებს განცხადებას რომ მეორე ტურში რაც არის აბსოლუტურად სტარი და არგუმენტი თუ არა რომ შეიცვალო ნიკა პოზიცია და რომ გითხარო მოვილაპარაკეთ ერთიანი კანდიდატით გავდივართ დაუჭერთ თქვენ მაგალითად ელენე ხოშტარიას თუმას დააყენებენ კონსულტაციების შედეგად სხვადასხვა მექანიზმების ასე ჩართვის შემთხვევაში თუ კი ესა თუ ის პოლიტიკური ლიდერი აღმოჩნდება იმ მოცემულ პერიოდში ყველაზე მაღალ რეიტინგური და ყველაზე კარგ ფორმაში მოდიგვირდაბი თქვა. დაუჭერთ მხარს. იმდენად დიდი რამდევს და სიკეთედებს სასწორზე, რომელიც აუცილებლად უნდა ასე ვთქვათ, გადავთაგოთ წარმატებაში და ამის კაპიტალიზაცია მოვახდინოთ, ანუ ერთობა უნდა შექმნათ და დავამარცხოთ ივანიშვილის აი მავნებელი ხელისუფლება. ნაციონალურ მოძრაობამ მზად არის საკუთარი ამბიციები გადადოს გვერდით. დაუჭერთ მხარი თუნდაც სხვა პარტიის კანდიდატს და ეს იყოს თუნდაც ევროპული საქართველოს კონსულტაციები ამას გულისხმობს მაგრამ გვერდს უვლით. არ უვლი უბრალოდ ვიცით არ შემბობიან კონსულტაციებში უკვე ვიცით. აი რომ შეიცვალონ გადაწყვეტილება და ეხლა ელენე ხოშტარიამ ერთვება და ელენემ რო თქვა კი ბატონო რა თქმა უნდა თუ იქნება ყველაზე ანგარიშგასაწევი კანდიდატი ამა თუ იმ პარტიიდან ამ მნიშვნელობა გვინც ამ ერთობაში შემოვა და იტყვის რომ მოდით ბიჭებო გოგოებო გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ივანიშვილი 2018 წელს ვინაიდან უკვე ეს ასე გაგრძელება ცხოვრების არ შეიძლება ნაციონალური მოძრაობა მზად არის თვალი გაუსწროს რეალობას. სანდრა რულოვსის კანდიდატურის დაყენებას აპირებს ნაციონალური მოძრაობა. დამიდასტურებთ ამ ინფორმაციას, რომ ეს კონსულტაციები მასთან მიდის ამ თემას. თქვენ ესე უარყავით, როდესაც მე თავის დროზე კითხეთ, რომ სანდრა აპირებდა ზუგდიდ შეეყარა კენჭი, მაშინაც მითხარით არა, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ კი. სანდრა რულოვსთან ეხლა არ მიმდინარეობს არანაირი კონსულტაციები, სანდრას კანდიდატურის დაყენება საპრეზიდენტო არჩევნებში. ამიტომ გამოვრიცხავ, დიახ. პოლიტიკურ საბჭოს ამაზე არ უმსჯელია
და მე გითხრათ წინა გადაცემაში, როდესაც თქვენთან ვიყავ სტუმრად, როდესაც ჩვენ ვიმჟელებთ, ბუნებრივია ეს მოხდება, გააჩნია რა, როგორ განვითარდება პროცესები, იმის და მიხედვით მიიღეს გადაწყვეტილებას პოლიტიკური საბჭო. ჩვენ თუ მივდივართ იმ გზით, სადაც უნდა შედგეს ერთობა და მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამის არ ვიძახი ჰაერზე სიტყვას, იმიტომ რომ მაქვს ამისი საფუძველი, კონსულტაციები მიმდინარეობს. ძალიან მიხარია რომ აბსოლუტურმა უმრავლესობამ პოლიტიკური პარტიებისა უკვე დაინახა თუ რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა და რა გამოწვევების წინაშეა, ამიტომ რა თუ არა ერთობა დაამარცხებს და თქვენ ჯერათ რომ ხელისუფლება რომელიც გაუშვა ქვეყნის მმართველობიდან საკუთარმა ხალხმა და ამომრჩეველმა შეიძლება ისევ აიღოთ ხელში. არათუ ჯერ ასე მალე 2013 6 წელიწადია გასული ჩვენ ხედავთ მთელი დღის წესრიგი რომელიც დგება ქართული ოცნების მიერ რა არის ეს დღის წესრიგი საკუთარი ხელფასების დანამატების პრემიების მომატება, ხეების გადატანა, გადმოტანა, ხალხს ზრუნვის საერთოდ აბუჩა დაგდება და აღარც კი ფიქრი რა ჭირდება ხალხს. ოცნებაზე ნაცხენი ამომრჩეველი მოგიბრუნდება და ნაციონალურ მოძრაობას მოგცემ ხმას, რომ ისევ დაბრუნდეთ ხელისუფლებაში. უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ამაში უბრალოდ ამას ჭირდება ძალიან დიდი მუშაობა, ძალიან მუხჩაუხრელი შრომა, ვინაიდან რეგიონებში, დედაქალაქში დღეს დიდი ნაწილი იმ ამორჩევლებისა, რომლებსაც ხარი დაუჭირეს გამოაჩენებზე ქართულ ოცნებას, სხვაგვარად ფიქრობს და პირველი ვიქნებოდი, მე არაერთხელ მithავს ინგა, პირველი ვიქნებოდი ერთ-ერთი, მოდით ასე თქვა, ტაჟ დაუკრავდი ქართულ ოცნებას, რომ დამენახა წინსვლა, რომელიმე მიმართულებით მაინც, მაგრამ დამისახელეთ ერთი მიმართულება, სადაც პროგრესს განიცდის ქართული ოცნება. აი თუნდაც დამისახელეთ უკანას, აი ხომ ყოველდღიურად ხეხათ პოლიტიკურ პროცესებში ჩართული. რა ობიექტი გაიხსნა უკანასკნელ პერიოდში ერთი მაინც, რომელმაც შექმნა დამატების სამუშაო ადგილები. აი ხა 2 დღეს ვიყავი აგარაში, სადაც 500 ოჯახი რჩება უმუშევრად. დახურეს ქარხანა, აგარის, შაქარის ქარხანა. დიახაც, კომბინატი 500 ოჯახი რჩება, ულუკვაკურო დარჩა უკვე რეალურად. და დაახლოებით ერთი კვირაა ინგა ითხოვენ, ვინმე ჩამოვიდეს ხელისუფლებიდან. ამის ხალხო ოპონენტი რომ გეჩნდეთ შეგახსენებდათ ბევრ უმუშევრად დარჩენილ ადამიანს მე არ მინდა სასულზე ლაპარაკი როგორ არა სპეციალიზით შესული ქარხანაში ადამიანები მინახავს ნიკა რომელ ქარხანაში შესული თუნდაც ომეგა აი სუ ბოლო ომეგაში არა ბადაგონს გაგახსენებთ რატომ გიყვართ ყოველთვის სასწრაფო ხო და თქვენ თვითონ ვერ იმასწავლეთ ისე თემას მიადექით რა თემაზე რა თქმა უნდა იმიტომ რომ მორალურ არა ჩემოინგა არა ვინო გადასხმული კასმები და ბადაგონში რა ხდება მედიაში შესული ასე თქვა უდიდესი შეცდომა რომელიც პასუხი აგა ხელისუფლება დღეს რა ხდება თუნდაც თქვენ ტელევიზიასთან მიმართებაში თუნდაც იბერიასთან მიმართებაში რა ხდება ყველაფერი კარგად არის არა უკაცრავად მე არ ვარ ის ჟურნალისტი რომელსაც შეეშინდება და ხმამაღლა ვერ იტყვის არა ერთი წუთი თუ კი რაიმე პრობლემა აქვს მის ტელევიზიას მის მედიას საშუალებას ყოველთვის ხმამაღლა ვამბობ გამომაგდებენ ვამბობ რომ გამომაგდეს საფრთხე არის ვამბობ რომ საფრთხეა არანაირი საფრთხე მე გესაუბრებით თქვენ რომ ადამიანები რითი დღე ჩებიან უსამსახუროდ და ეს არის მზარდი ტენდენცია ვერ დამისახელეთ ერთი სფერო რომელშიც წარმატებას მიაღწია ქართულმა ოცნებამ ვერ დამისახელეთ ლარი გაუფასურდა ისტორიული მნიშვნელობით გაუფასურდა საწვავი გაუფასურდა ყველა კომუნალური გადასახადი გაძვირდა ტარიფი იყო ეს ყველაფერი ნაციონალურ მოძრაობის დროს ხალხი გარბის ამ ქვეყნიდან გარბის ხო 100,000-ობით ადამიანია ქვეყნიდან გასული და უმუშევრად მოგიყვანეთ კონკრეტული მაგალითი აგარაში რჩებიან ის ქარხანა ქალბატონი მუშაობდა წლების განმავლობაში მოგწონდა თქვენ ნაციონალურ მოძრაობა ან მაყურებელს იმ ნაწილს არ მოწონს პრეტენზიას გამოთქვამს როგორ აშკარად გეთხოვა რომ ხარე ხარო და მაყურებელს მინდა მივმართო ინტერვიუს წესია ასეთი რომ რესპონდენტს წავეკითხოთ და დაუშვათ არა რატომ ჩათვალეს თქვენთან მე საუბრობდი აგარას შაქრის კომბინატზე რომელიც ერთი დღითაც არ დახურულა და იქ მუშებამ მითხეს ჩასვლისას გვენატრებოდაო დასვენების დღე არც ერთი დღე არ გაჩერებულა და მუშაობდე და დღეს იკეთება 500 რაც ჭირთ აგარის ქარხანაში დასაქმებულ ადამიანებს ისე კი არ გამიგონს მე რომ ეხლა ვთქვი რომ აქ ოპონენტი მეთქი გეჯდეთ წარსულს გაგახსენებდა ეს იმას არ ნიშნავს რომ კარგია მართლა მთელი გულით მებრალებიან ის ადამიანები ვინც უმუშევრები რჩებიან და ვისაც სამსახურის შოვნის არანაირი პერსპექტივა არ აქვს ეს არ გამიგონს მით უმეტეს ვერ გავიგე კალენდარზე გვაქვს 2018 წელი და
მით უმეტეს, როდესაც ეხა ნიშნის იცით ეხა რა მომწერეს, თქვენ რომ მითხარით რომ დამისახელეო ერთიო წარმატებულიო პროექტი, მაინც რომ ინგაო მელიას ჯანდაცვა დაუსახელეო, შენსას თუ არ დაიჯერებს მამამის კითხოს. არა, კითხოს ქალბატონი დაუკავშირდეს მამაჩემს და კითხავს, ესე კითხოს და პასუხს გასცემს ძალიან კვალიფიცირებს. ვინაიდან ის პროექტი, რომელიც განახორციელდა, იყო უტოპიური, ძირგავარდნილი ქვევრივით არის და დეფიციტურია ბიუჯეტი. ხედავ და უამრავი მიმართულებაა დღეს ჯანდაცვაში, რომელიც ვეღარ ფინანსდება და შეკვეცეს. ამიტომ უალტერნატივო არის და გარდაუვალია ამ ხელისუფლების დამარცხება, თუ ამას ხელისუფლება ქვია, ეს თუ მოხერხდება გაერთიანებულ ფორმატში, რა თქმა უნდა, მხოლოდ გამიხარდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება, აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენ შევიკრებით ივანიშვილის წინააღმდეგ, ნუ ეხლა ვინც არ შემოვა ამ ერთობაში, არ შემოვა და გასაგებია თავის ათქოს იტყვიან. დიდი მადლობა, წარმატება მინდა გისურვოთ ნიკა, შეკითხვები, რომელსაც მე ვსვამ, მეც აღარ მიყვარს, იცით, მე 7 წელია და მეც ვერ ვიტან თვითონ წარსულში ისე უკან დაბრუნებას, მაგრამ თუ თქვენ პოლიტიკური ამბიციები გაქვთ, ყველა ის მოქალაქე, ვისაც თქვენ მერე მიმართავთ, რომ მოდით და ხმა მომეცით, იმ ფაქტებს ყველა გაგახსენებ. ყველას გაახსენებენ, ყველა პოლიტიკური ჯგუფს. როდესაც ამორჩევლებს მეხვეები, მოსახლეობას მჭიდრო ურთიერთობა, თქვენ გქონდეთ შავზე მე თეთრ ვიძახი? არა, უბრალოდ ამ ფაქტს ყველა დაგისვა და ყველა გაგახსენებ. ვეღარ მივიღებ და ამაზე ვამბობ, უდიდესი მორალური უპირატესობა გვაქვს დღეს ქართულ ოცნებაზე, იმიტომ რომ ყველა ის ადრე დაწყებული მურუსიზეთი, გაგრძელებული პარლამენტში ხედა ის ადამიანები, ვის მიმართაც ჰქონდათ პრეტენზია. სასამართლო რა თქმა უნდა იყო პოლიტიზირებული, მაგრამ ადრე პოლიტიზირებული გახდა სასამართლო ნამდვილად ძალიან მძიმედ გამოიყურება, მით უმეტეს იმ გადაწყვეტილებების ფონზე მე ამაზე თამარ ჩუგოშვილს აუცილებლად დაუსვავ შეკითხვას, როცა ცნობილი და გახმაურებული საქმეების მოსამართლეები მაგალითად სერგო თეთრაძე, სულხან მოლაშვილი, იგივე თუნდაც ბიძინა ივანიშვილის საქმის მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან ამ თემაზე ჩვენ ვისაუბრებთ ბევრს. ცენტრიდან იტაცებენ და რეკა უნდა დავასრულო რა. ოფნით კადნიერება ხელისუფლებაში და გამოდიან და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. იქნებ ისე თავისით გადავიდაო ადამიანი მუხტალი მყავს ხედავობაში. ხო, წარმოვიდგინეთ ეს ვითარება გულს და არ დაგავიწყდით ის რაც მოხდა 3 დღის წინ ბორჯომში, როდესაც ერთი პოლიციის თანამშრომელი 11 საათის განმავლობაში, როდესაც ტყვეობაში ყავდა მთელი საკრებულოს ოპოზიციური პარტიები აყვანილი, ერთი პოლიციის თანამშრომელიც კი არ გამოჩენილა. წარმატებები მინდა გისურვოთ, ეს იყო ნიკა მელია.